პარლამენტში წელი ხმაურიანად სრულდება დეპუტატებმა დღესაც იჩხუბეს. ამჯერად ფიზიკური დაპირისპირება ლევან ბეჟაშვილსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის მოხდა, რომლებიც ხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. თუმცა უთანხმოება მხოლოდ რიგარეშე სესიაზე არ მომხდარა. მწვავე კამათში გადაიზარდა სიტყვიერი შელაპარაკება ბიუროს ხდომაზე, სადაც დეპუტატები კვოტებს ანაწილებდნენ. ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეაზე. თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში წასვლის გამო შექმნილი რეალობა მოქმედი საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაზეც აისახა, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრთა უკმაყოფილება მოჰყვა. რამ გააღიზიანა ყოფილი სახელისუფლებო პარტია მას ახლა ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის, რომელიც დილიდან პარლამენტის ხმაურიან სხდომებს აშუქებს. ნოდარ დიახთამთა პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დღეს საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ მაღალი იყო. ბოლო ინციდენტი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს აქ პარლამენტის დერეფანში უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე და გოგა ხაჩიძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატი ლორთქიფანიძე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მართლა გამოირჩევა, რაღაც აი თითქოს მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ფიზიკური ჩხუბი გამოიწვიოს. არა თუ რაღაცა დებატი, კამათი, რომ აი ფიზიკურად რაღაც ცდილობს, რომ გამოიწვიოს ჩხუბი, თავის შეძახილებით, რაღაც გამოხტომებით, მართლა გაუგებრად იქცევა და რა ვიცი, ნუ რა შეფასება უნდა უწეს. არ არის კარგი, არც ანახავი, არც მონაწილეობა ამ ყველაფერში კარგი მისაღები. კარგი იქნება თუ უფრო ისე მოუწევთ, როგორც გვეკადრება. მან გააკეთა განცხადება ჩემთან მიმართებაში და თქვა, რომ მე ვარ განწყობილი საჩხუბრად და დარბაზი აირჩიოსო და ასე ვთქვათ, უმცირესობიდან რომელიმე თავისი წონი შეარჩიოსო და ამაზე გავაჩერე პირველად ვნახე მაგ კომენტარის შემდეგ და უთხრა, რომ ესეთ ცინიკურ განცხადებებს ნუ აკეთებ მეთქი, ეს არ არის ლამაზი ფორმა, წესიერად ჯობია რომ მოიქცე მეთქი და თუ ასე ვთქვათ, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, ჩემი წონის შენახარ მეთქი და შენ გიწევ ამ ზე მაშინ მეთქი. წონითი კატეგორიებით თანაბარი დეპუტატების გაშველება ამჯერად დეპუტატმა შოთა ხაბარელმა მოახერხა და ინციდენტი ამ წუთებში ამოწურულია. თუმცა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში დღეს დილიდან დაიწყო. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები ჯერ კიდევ ბიუროს სხდომაზე დაუპირისპირდნენ, სადაც განიხილებოდა საკითხი მუდმივ მოქმედ საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციის კვოტების გადანაწილებასთან დაკავშირებით. პარლამენტში ახალი პოლიტიკური რეალობაა. თავისუფალი დემოკრატები უმრავლესობის წევრები აღარ არიან შესაბამისად საპარლამენტო დელეგაციებში გამოყოფილი. ორი ადგილიდან, რომელსაც აქამდე ნაციონალური მოძრაობა იკავებდა, ახლა უკვე ერთ-ერთი თავისუფალმა დემოკრატებმა უნდა დაიკავონ. თუმცა დავა იმაზეა, ვინ დაუთმობს რეგლამენტით გათვალისწინებულ ერთ კვოტას, თავისუფალ დემოკრატებს, უმრავლესობა თუ უმცირესობა. ეს უკან იქნებ დააწყრათ ეს ამ თხოვნის შემდეგ ვიცე-სპიკერმა დეპუტატთა დაშოშმინებას სცადა თავად გოგა ხაჩიძემ კი გამოსვლის გაგრძელება, თუმცა ცოტა ხანში კადრს მიღმა სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელიც ზესტაფონში საცურაო აუზის აშენებაზე საუბრობდა, სიტყვის შეწყვეტის გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩა. კოლეგებო, გთხოვ დაბრძანდეთ. უმცირესობიდან ლევან ბეჟაშვილისა და უმრავლესობიდან დავით ლორთქიფანიძის საპარლამენტო რინგის ხდომათა დარბაზს მიღმაც გადაინაცვლებდა, რომ არა მანდატურები, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა დროულად შეძლეს. ჩხუბის დასრულების შემდეგ დაპირისპირებული კანონმდებლები ინციდენტის საერთო ვერსიაზეც ვერ შეჯერდნენ. დავით ლორთქიფანიძე მომხდარის მიზეზად გოგა ხაჩიძის გამოსვლასა და ოპოზიციურ სიცრუეს ასახელებდა. ლევან ბეჟაშვილი კი ლორთქიფანიძეს დეპუტატ მარიამ საჯაიას შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს. შინაარსთან დაკავშირებით, არც გამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, უბრალოდ მოწოდება იყო, რომ ნორმალურად ესაუბრა ქალბატონთან, ეს იყო და ეს და რაზეც შემდგომ რაც მოყვა კი ნახეთ. ხაჩიძე გამოდიოდა და რაღაც დაემაზე ლაპარაკობს საცურაო აუზებზე. მე მიმართე, რომ ტყილებს ნუ ლაპარაკობ თქო და ჩაერთო შემდეგ ეს ბეჟაშვილი, რომელიც ძალიან ცუდად ენას ატელიკინებს, საერთოდ ესენი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ამისთვის
ეხლაც მიიღო პასუხი და შემდეგაც მიიღებენ პასუხს. თუმცა სანამ დეპუტატები სასესიო დარბაზში იჩხუბებდნენ საპარლამენტო დაპირისპირების ტემპერატურამ, მატება დილით ჯერ კიდევ ბიუროს სხდომაზე დაიწყო. ოპოზიციამ და უმრავლესობამ ჯერ პოლიტიკური დებატების თარიღზე იკამათეს, შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის დაკომპლექტების ახალ წესზე, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის ერთი კვოტა მეორე ოპოზიციურ პარტიას, თავისუფალ დემოკრატებს გადაეცა. მორჩი ლაპარაკს ეგრე ნუ მელაპარაკობ რა. თუ მოგმართავ, თუ მომართავ კოლეგიალურად ვიურთიერთოთ კოლეგიალურად. თუ მომართავ კოლეგიალურად ვიურთიერთოთ კოლეგიალურად. თორე გაჯგიმა არ ჭირდება. ვერ მანახებ ვერაფერს და განცხადებების ფორმატის დასასრულს კი როცა დეპუტატები თავდაცვის მინისტრის ბრალეულობისა და მისი უწყების სკანდალური განცხადების შესახებ კამათობდნენ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დარბაზში ოპოზიცია ვეღარ დაინახა. სამაგიეროდ გიაველსკიმ დაინახა ძალა, რომელიც მმართველ გუნდს ხელს უშლიდა. არ არსებობს ჩვენი პარლამენტში ოპოზიცია. ძალიან არ მომეწონა ის განცხადება, რაც გააკეთა სოსო ჯაჭულიანმა. მაგრამ ვფიქრობ, რომ აეხლა სწორედ აქტუალურია, სწორედ იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც თავს უფლება მისცა და აქ იძახა მოღალატეობრიობაზე და დანაშაულებებზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ გიაველსკიმ ამ გამოსვლაში სოსო ჯაჭულიანის ერთი წლის წინანდელი ის ფრაზა გაიხსენა, რომლითაც უმრავლესობის წევრმა ოპონენტ გია ბარამიძეს მიმართა. ნუბლეტაობ შეჩმორო 2014 წლის საპარლამენტო საქმიანობის ბოლო ოთხშაბათი გამონაკლისი არ ყოფილა. წლის განმავლობაში პარლამენტში იყო ბევრი ჩხუბი, ბევრი დაპირისპირება, მეტი კამათი და ნაკლები ბოდიში. ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს დაპირისპირების მიზეზი იყო, განსახილველად პარლამენტის განსახილველ საკითხთა შორის ხვალ არის ჩასმული. შესაბამისად, დღეს ოთხშაბათი იყო და დეპუტატებს რეგლამენტით ჰქონდათ განცხადებების გაკეთების უფლებაც, თუმცა კიდევ ერთი დებატები შეიძლება გაიმართოს რიგგარეშე სესიის კვირის ბოლომდე, ვინაიდან პარასკევ დღეს უმცირესობის წარმომადგენლები სწორედ დებატების გამართვას ითხოვენ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება რიგგარეშე სესიის საპარლამენტო ცხოვრების მეორე დღე. ხმაურიანი დღის ბოლოს პარლამენტიდან ნოდარ ჩაჩვა გვერდებოდა. გმადლობთ ნოდარ.